შოუში ჩვენ რომ ჰიდროელექტროსადგური ქონოდა იქ აშენებული ის კატასტროფა რაც მოხდებოდა, მაგრამ აი ეს დაღუპული ადამიანები იქ რამდენიც არიან, ეს არ იქნებოდა და რატო? იმიტომ რომ ყველა ჰიდროელექტროსადგური სათავე კაშხლები რაც არის, სათავე ნაგებობები, რომელიც ხეობებში დგას, არის აღჭურვილი კამერებით, არის აღჭურვილი ზუსტად მსგავსი პრევენცია, როდესაც მსგავსი რაღაცა ხდება, სიგნალს ავტომატურად გადაცემს და განგაში სიგნალი ირთვება. ძალიან ცუდი რომ იმ დროს ჩვენ გადავიფიქრეთ და არ გავაკეთეთ ჩვენ რომ ქონოდა იქ აშენებული სათავე ნაგებობაზე განგაში სიგნალი ჩაირთვებოდა და 4 კილომეტრში ქვემოთ შოუში ყველას ეცოდინებოდა 20 წუთით ადრე რომ ზემოთ რა პრობლემაა. შოუზე თქვენს ამბობთ. რას ვამბობთ? რამდენ წუთში ჩამოვიდა ღვარცოფი? ერთი თემა არ ვიცი ხა მე არ დამითვლია. ეხლა არ ამბობდი. მე არ დამითვლია რამდენ წუთში ჩამოვიდა. აბა 20 წუთი საიდან ამბობთ ეხლა? თქვენს არ ამბობთ. წამებში გადაცემდა გიყვები. რამდენში ჩამოვიდა 20 წუთს რო ამბობთ? 15-ში. რა 15-ში? აბა რამდენში? არც წაგიკითხავ საიდან ამბობთ იმ 20 წუთს? რამდენში ჩამოვიდა? თქვენგან გასხოვით მე ყველა ზედმიწევნით რამდენში ჩამოვიდა გეკითხები? 8 წუთში. რამდენში? და რას უზამთრებთ? წამებმა და წუთებმა ანიმ ღვარცობს როგორ შეაკავებდი იქ რომ გაგეკეთებინა შეკავებას არ ვამბობ შეკავებას არ ვამბობ მე გეუბნები რომ მთელი შოუ ხოდა შეკავებას განგაშ გადასცემდა თქო მაგას გეუბნები განგაშის არ გინდა გაიგოს არ გინდა გაიგოს განგაშის მოვალეობა არის სახელმწიფოს პასუხისგებლობა გიორგი მარგებაძის პასუხისგებლობა არა სახელმწიფომ ცალკე უნდა გააკეთოს მაგრამ მანდ რომ ყოფილიყო წინასწარი შეტყობინების სისტემები არის სახელმწიფოს პასუხისგებლობა ყოფილიყო სადგური მსგავსი 33 ადამიანი რომელიც დაიღუპა გადაჭრებოდა და ადამიანებს უფრო მეტი შანსი ექნებოდა. არ შეიძლება ამის სპეკულირება და სპეკულირება არა, ერთი-ერთი ეგრე არის და ეგრე არის. მეგობრებო